საათის წინ მოსულა. 1 საათის წინ რომელი საათი იყო? ესე იგი დადუნა როგორ შეაფასე, ესე ხუნქხიკას არა უშავს აკეთებენ, ხო? არა, მართლა. შენ როგორც პრეტენზიული გეგო საქართველოს ბევრი რამ არ არის აკეთება ისე ხარისხიანად. ძალიან მაგარი მომეწონა, ეს იყო ელდეპო. სახელს ვერ ხვდები რა კავშირში აქვს ელექტრონული ხო აგიხსანი, იმიტომ რომ ადრე იყო ელდეპო თბილისში და ეს განთქმული ხინკალი კეთებოდა ეგ. მაშინ 30 არ იყო სახინგლე ერთი და ეგ და ამიტომ და სხვადასხვა ვინცა ის კაცი არის ძალიან მაგარი კაცი. აი ძალიან გემრიელია, ძალიან მომეწონა, თან დიდი ხინკლებია და ნუ ყველაფერს იკმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი. ანუ ყველიანის კაი. კი, ყველიანის კაი. მე მაგალითად ფავორიტი ვიც ხორცს ჭამს ხორცით არის, აბა ვინც ვეგეტარიანელია, ძალიან კაია ყველიანითაც. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ ხორციანი ძალიან გემრიელი, წვნიანია. ხო, რაც შეეხება ნაპოლეონს, ესეც ძალიან გემრიელია. ძალიან სუყია. ნუ ამის შემდეგ რა თქმა უნდა ნებისმიერ ევროპელს ძალიან გაუჭირდება ძველ სისტემაში ჩადგომა, მაგრამ ასე ვთქვათ, ახლა მე რამდენი წელი ახლა. ანუ ერიდები რო არ გასუქდე ამის თქვა გინდა. არა, გასუქდე კი არა, უბრალოდ ვეღარ იტანს ამ წლების შემდგომ ასეთ ტიპის ასეთ ხო რა, საკვებს, კალორიებს. ხო, საკვებს, იმიტომ რომ კალორიულს ჩვენც ავჭამთ და ყველანაირად, მაგრამ ეს უცხონაირი კალორიული. ნუ არა უშავს ახლა რო წახვალ მე მოგენატრება ის და ამიტომ ჯობია ახლა ძალიან ჭამო. გემრიელია. ძალიან კარგი ჩვენ ყვახვდები. დიდი მადლობა. მადლობა შენ. გამასპინძლებისთვის ჩემო ძვირფასო. არავითარ გამასპინძლება ოჯახის წევრი ხარ ასე. მე უფრო მაინტერესებდა შენ დიდი ხნის ჩამოსვლის შემდეგ. არა, ძალიან მართლა ძალიან მოხდა. მე ძალიან არ მიყვარს ესეთი ზედმეტი. არა, ვიცი მე, იმიტომ რომ ჩვენთან პროდუქტები არ მოწდება, არ არის ესეთ ხარისხიანი, როგორც ევროპაში. ხო, ხედავ. ამ გაგებით ვამბობ, ხო და რა შეგეგი, ხომ არ მოვიწა. ხო, სწორია, იმიტომ რომ მე ბევრი გამოცდილება მაქვს მაგისი და მაგრამ რადგან შენ იყიდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს сейф არის და რაღაცა, მაგრამ აი მაგალითად მე მაგალითად ვერ ვიყიდიდი ესე იმიტომ რომ არ ვიცი სად შეიძლება რომ იყიდო. კი, სწორი ხარ, იმიტომ რომ დიდი ხანი აქეთ არ ახ. ხო. კარგი გენაცვალე, მადლობა ინტერვიუსათვის. არაფერს ვიფასო. გოგო, მოკიდე, რასაც სურათი გადასაღებია, გოგო. უმეტესობას კიდე თავისი საქმე. რადგან და თორნიკეთ უნდა წამოსულო საქმე გამოუჩნდა. წუჩი რო უბრალოდ გამოხვიდა. საერთოდ. თელი საქართველოს ჩემს მოვიდა ხოლმე სასაფლაო. გეგორება გუშინ მოხდა ეს ყველა. ეგრე ხო გონია რომ აი გუშინ მოხდა ეს ყველაფერი და ისიც ხო გონია რომ აი ერთად რომ დადიოდით ერთად რომ მოდიოდით სახში თინასთან. აბა. ანუ ერთად რომ იყავით ხოლმე. ხო და აი არ ვფიქრობ რომ რაღაცა ისევე ის მგონია, გაიგე, აქიდან რომ წავედი ვიყავი 21-ის. ასე მგონია ჩავრჩი მე იქ. რაც არ უნდა რომ გავიდეს, ხო ეს რაღაცნაირად ისე საზიზღრად მტკივა, რომ მანგრევს. მასე რა შეცვლისო. თავიდან მანგრევს ყველანაირად და აი გებიცები. იმდენად მეშინია აქ წამოსulis. ხა იმას კი არ გეური, ჩემი მას ფსიქოლოგიურიც იმას კი არ ვატარებ. იმდენად მეშინია ამ ქვეყანაში წამოსulis, რომ არც მინდა ჩემი შვილები რომ წამოვიდნენ. იმიტომ რომ იმდენად რთულია ეს ყველაფერი, ხო? ჩემი შვილი უყრავს